არის თქვენი განცდა. რაზეც ეხლა ვსაუბრობდით, ვუყურებდით გადაცემის დაწყებიდან სასამართლოდან რაღაც პატარა ნაწყვეტებს, მართლა კინოა, რა ჩვენს გარშემო ხდება, რომელიც შეიძლება არც კი გვჯერა, რომ ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ხდება. მოგესალმებით, დიდი ხანია შენთან არ ყოფილა. კი, და მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. არ ვიცი, სულ რაღაც იმედი მქონდა, რომ უფრო კარგ საკითხებზე სალაპარაკოთ და თემებზე სალაპარაკოთ მოვიდოდი, უფრო საიმედო, მაგრამ დღეს არ არის ეს ვითარება. ახლა გიორგიმ სკოლა ახსენა და მე არ შემიძლია რაღაც ეს მოვეჭიდო ამას, იმიტომ რომ გამახსენდა, რომ ჩემს სკოლაში, ჩემს კლასში, დაბალ კლასებში რომ ვიყავით, ერთი ბიჭი იჯდა, იყო ცელკი როგორც ყველა უნდა ყოფილიყო ბიჭი და მახსოვს რომ ეს კომუნისტური გადმონაშთები პედაგოგები როგორ ეუბნებოდნენ რომ შენ ესე კუთხეში აყენებდნენ და ეუბნებოდნენ რომ შენგან კაცი არ დადგება ეს ფრაზა მახსოვს და აფხაზეთის ომი რომ დაიწყო მესამე დღეს სახლიდან გაიპარა ძალიან კარგად იცოდა რისთვის მიდიოდა ყიარაღის ხელში ჭერა არ იცოდა და საზარბაზნე ხორცად რომ მივიდა და შეეწირა თავის ქვეყანას აი ეს ბიჭი იყო თურმე, კაცად არ დადგებიო რომ ეუბნებოდნენ და გმირი ყოფილა თურმე და ჩვენ არ ვიცოდით რომ გმირები ჩვენ დროსაც იყვნენ და ჩვენ დროსაც იყვნენ თავისი წინაპრების მაგალითზე აღზრდილი გმირები და გავიდა რაღაცა წლები და ჩვენი თაობა რაღაცა იმ მშობლების თაობას გულისხმობ ხასნაირად ცოტა ესე უნდობლად უყურებდით თაობებს, რომლებიც მოდიოდნენ, რომ ჩართულები არიან ტელეფონში, ჩაკეტილები არიან, რომ არაფერს აკეთებენ, რომ ანუ თუ მათ განათლება არ უნდათ და ასე შემდეგ. თურმე აი ამ კლასებში, ასეთ კლასში ანდრო ჭიჭინაძისნაირი კრავივით ბიჭი იჯდა და მე ამ დროს როდესაც ვახსენებ მინდა რომ აი ყველა სათითაოდ ეს ბიჭები რომლებიც გუშინ იყვნენ სასამართლოს დღეს არის რომლებიც ასე დააპატიმრებულები არიან ასე უსამართლოდ ასე უსაფუძვლოდ ბრალეულობა რო არ უმტკიცდებათ და თუ ბრალეულობა არ არის ესე იგი არ არის დანაშაული ხო და ესენი საშინელებას ჩადიან აი ეს ნაძირლები და პირდაპირ ვიტყვი ამას აღარ მოვერიდები ესეც აკრძალულია, არ ვიცი უკვე აი ჯერჯერობით ალბათ არა, მაგრამ მალე აგვიკრძალა. ამას სხვა სახელი არ ქვიათ, ცრუ მოწმეები. თურმე ესენიც ისხდნენ იმ კლასში. თურმე ესენიც იყვნენ იქ და დღეს ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ან კლასელები არ ყავთ, ან ოჯახის წევრები არ ყავთ, დედა, მამა, არ უყურებენ აი ამათ მშობლებს, თუნდაც როგორები არიან, ხო, დათრგუნულები და ამ დროს ძალიან ამაყები და არ ვიცი ამ გარეწრების როგორ ბედავენ ღამე როგორ ძინავთ აი მე ცრუ მოწმეებზე ვლაპარაკობ რომლებიც უბრალოდ საქმეს კიდევ უფრო ძირითადად პოლიციელების ცრუ ჩვენებები არიან ცრუ ჩვენებები ნუ რა ნამუსით დგანა რა ნამუსით აკეთებენ ამას ასე უტიფრად ასე საშინლად აკეთებენ ამ ყველაფერს მე არ მესმის თორე ის რომ აი ამ ბიჭებს მინდა უთხრა მე არ ვიცი რომელ კამერაში აი აქ ვეტყვი რა რომ მე თქვენ ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ და არ ვიცი აი დაგლოცავთ რომ აი ერთ-ერთი დედა მინდა რომ ძალიან გაძლიერდეთ მინდა რომ ძალიან ამაყები იყოთ ისე როგორც ხართ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ საამაყო საფუძველი და ჩვენ ყველა ვართ აი მლოცველები თქვენზე და ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ თქვენ იმდენად სამართლიან გზაზე დგახართ თქვენ ისეთ გზაზე დგახართ რასაც თქვენი ქვეყნის გადარჩენა ქვია თქვენი ქვეყნის სამსახურში დგომა ქვია და აფერუმ თქვენ და აფერუმ თქვენ მშობლებს თქვენი გაზრდისთვის მე არ შემიძლია ის მე რომ მოვდიოდი აი ვფიქრობდი რომ არაფერს ვიტყვი აი ქართული ოცნების მომხრეებზე ვინც კიდე ამართლებს ამ საქციელებს და ამტყუნებს აი ამ საოცარ ადამიანებს მე ამაზე ვგიჟდები აი ნუ ვერ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება რომ ეს და ამიტომ ძალიან ხშირად ვეხვეწები ხოლმე რომ გადართე რა სხვა რაღაცაცაც უყურე მარტო იმას ნუ უყურებ, სადაც ცხოვრება მშვენიერია. არ არის ასე ხო მართალია. და იცი რა, აი ამ ბოლო ხანს რამდენიმე პასუხი მივიღე. უყურებ, თამრიკო, უყურებ. და თუ უყურებ, დალოცვილის შვილო, რანაირად უსწორებ თვალებს ხალხს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ესეთი უსამართლობა მე არ მესმის. მზი ამაღლობელზე, ამ დასწინათ ვიკითხები ერთ-ერთს და დააშავაო მითხრა. შემთხვევით ხომ არ გახსენდებათ პარლამენტში სამარცხვინო
საქციელები, აი უბრალოდ ძალადობა ჩვეულებრივი ქალების მხრიდან. არა, აბა გაიხსენეთ ხომ არ არა, რომელი ერთი ხო, რომელი ხო, მაგას ვამბობ, შემთხვევით რამე ხო არ ახსენდებათ. ის არ არის დასასჯელი და ის არ არის დასაგმობი და მზია ამაღლობელის ხელისთათული დასაგმობი. თან მერე 15 რიცხვში ჩნდება ვიღაცა, აი, საიდან მოვიდა ეს სარეველა მართლა, რომ მანამდესად იყო. რატო 15-ში გამოჩნდა თავისი ცრუ ჩვენებით, რომ კიდე გაართულოს საქმე და კიდე მე არ ვიცი რას აპირებენ. ამ ხალხს არ აქვს ალბათ ისტორია არანაირად წაკითხული. მე ვერ წარმომიდგენია აი ამ ბიჭებს თურმე როგორ ცოდნიათ ეს ყველაფერი. ამ ბიჭებს როგორ ცოდნიათ საქართველოს ისტორია თურმე ჩვენ რო გვეგონა რომ არაფერს აკეთებდნენ თურმე როგორ ცოდნია და თურმე როგორ შეიყვარეს, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. აი ცრემლებამდე მივდივარ და მე არ შემიძლია უბრალოდ აი ხა ეკრანზე აჩვენებდნენ ვეფხია კასრაძეს. ვეფხია კასრაძეს მე ვიცნობ კარგად. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ კაცს რა აქვს ჯერ-5 შვილის მამაა და მე ამ კაცს რა აქვს გაკეთებული 2008-ში. ის ერგნეთში ცხოვრობდა და მაშინ როდესაც ყურის ძირში ბომბები სკდებოდა თავისი ოჯახი არც განარიდა ამ ყველაფერს. მთელი სოფელი მოიარა და სოფელში დადიოდა და ხალხის გადასარჩენად აკეთებდა ყველაფერს თავის სიცოცხლის წირავდა. აი ესეთი ადამიანები ყავთ დაპატიმრებული და სად იყურებით ხალხო? მე ამას იმიტომ ლაპარაკობ და ბოდიშს ვიხდი ჩემი ემოციებისთვის. ძალიან ძნელია უემოციოდ ამ ყველაფერზე საუბარი. უბრალოდ მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ გულის წვეთით, რომ ჩვენ რომ ერთად ყოფილიყავით, არა და ერთად უნდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ ეს იყო ქვეყნის ინტერესებში. იჯდა ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, ხო მართალია? მაშინ რო კარგი გასაგებია რომ მომხრე ხარ და სხვა აზრი გაქვს, სხვა პოზიცია გაქვს, არავის აქვს უფლება ჩაერიოს მათ თუნდაც აზრში, მათ პოზიციაში. კი ბატონო, მე ყველას არც პატივს ვცემ, მაგრამ მაშინ, როდესაც დაანონსდა, დეკლარირებულად იყო დაანონსებული ის, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, რა ქვია, ოპოზიციურ პარტიებს გავანადგურებთ და უკვე უფრო შორს წავიდნენ, არამც თუ პარტიებს, არამედ მათ მომხრეებს, აბატონო სახეზეა ეს ყველაფერი. ეს იყო თუ არა დასტური იმისა, რომ დიქტატურა მყარდებოდა. ხომ იყო ამის დასტური, რომ ჩვეულებრივი ტირანიაზე იყო ლაპარაკი და ამას ბევრი მიხვედრა უნდა? ამას და დაიწყეს და დაიჩემეს ეს ომი გინდა, ვის უნდა ომი? ჩვენ გვინდა ომი, მაგრამ სად არის რუსეთი? აქ არის რუსეთი. ეს არის მთელი თავისი რეჟიმებით და ყველაფრით და ხელწერით და ყველაფრით. არ ვიცი, მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც აქციებზე ვდგავარ, სხვას ვერაფერს ვახერხებ, ხანდახან მივდივარ იმ სასამართლოზე, რომ ვერაფერს ვაკეთებ, ისე მიჭირს, აი ვერ წარმოიდგენთ, აი ვერა, ნუ რაღაცა უძლურები გაგხადეს, რატომ? იმიტომ რომ აი ტოტალური უსამართლობა, აი რაღაცა საშინელება ხო, აი აქ ხელში რაღაც გებჯინება უყურებ. ხვდები რომ წარმოუდგენელი უსამართლობა ფორმდება შენს თვალწინ და ისი აკეთებენ რომ ვერაფერს ვერ შევით. სრულ მტკიცებულებები არ არსებობს. აი ნანუკა მიცი ძალიან კარგად თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე თუ არა ძალიან ხშირად დადის ხოლმე და პოლიციელების სრულჩვენებები, არამტკიცებულებები, საერთოდ არაფერი არ უჭირავთ ხელში და მაინც ბავშვებს, ახალგაზრდებს აბრალებენ რაღაც წარმოუდგენელ აბსურდულ ბრალდებას და რევას კიკნაძე ამბობდა, ხო, ვინ არის ორგანიზატორი, ანუ ორგანიზატორობას რომ უყენებენ ბრალდება და ირაკლი კობახიძეაო, იმიტომ რომ იმ 28 რიცხვში რომ გამოვიდა და რომ თქვა რომ საქართველოს წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებს 2028 წლამდე ირაკლია კობახიძეო ამ ყველაფრის ორგანიზატორიო. ირმასთან 2 წუთში გადავალ 2 წუთში ნანუკა რახან ვახსენე რომ